ეს ამბავი საცავში საფასურის გადაუხდელობის გამო შენახული ნივთების აუქციონზე გამოტანით დაიწყო. ერთ-ერთ ლოტად ფოტონეგატივებით სავსე ყუთები იყო წარმოდგენილი, რომელიც კოლექციონერმა და უძრავი ქონების აგენტმა ჯონ მალუფმა შეიძინა. იქნებ წერის დროს რამეში გამომადგესო. ჯონი ჩიკაგოსა და მის მცხოვრებლებზე წიგნს წერდა. პარალელურად ბევრს კითხულობდა, ძველ მასალებს დაეძებდა. ერთ-ერთ ყუთზე მან უცნობი სახელი ვივიან მაიერი ამოიკითხა. ყუთებში სხვა ნივთებთან ერთად 100,000-მდე გაუმჟღავნებელი ფირი აღმოჩნდა. ჯონმა მათი გამჟღავნება დაიწყო და როგორც მოგვიანებით იხსენებს, ემოციისგან სუნთქვა შეეკრა. ნეგატივებიდან ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრის შესანიშნავი ფოტოსურათები გამოისახა, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იყო გადაღებული. ჯონმა უცნობი ფოტოგრაფის ზებნა დაიწყო და მიაგნო ოჯახებს, სადაც ვივიანი ძიძად მუშაობდა. დავრეკე და თქვი, მე მაქვს ვივიან მაიერის ნამუშევრები. კაცმა მიპასუხა, ის ჩემი ძიძა იყო. მისი ძიძა იყო? რატომ იღებდა ძიძა ამ სურათებს? ერთ-ერთმა ოჯახმა მალუფს კოლექციისთვის ვივიანის პირადი ნივთები გადასცა. ჩემოდანი, ტანსაცმელი, გაზეთის ამონაჭრებით სავსე ყუთები, გამჟღავნებული სურათები და ფოტოკამერა, რომლითაც ვივიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა. ქუჩის ფოტოგრაფიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სივრცეში თავს კომფორტულად გრძნობდე. ამიტომ ვივიანი როლეიფლექსის ფართე ფორმატიან კამერას იყენებდა, რომელიც საშუალებას აძლევდა ფოტო შემომჩნევლად გადაეღო. შესანიშნავი კამერა ჰქონდა. მართკუთხა, როლეიფლექსის. სახურავი უნდა მოგეხსნა და პირდაპირ უნდა ჩაგეხედა. როლეიფლექსი საკმაოდ კარგი კამერაა შენი ღვისთვის. რადგან არ არის საჭირო, რომ აიღო და ისე გადაიღო. არამედ შეიძლება ჩუმად გადაიღო, აი ასე აქედანაც. კამერა ქვევიდან იღებდა. ამიტომ ის მის ნაშრომს უფრო მეტ ხიფლს აძლევდა. არის ერთი კაცის სურათი. ჩვეულებრივი კაცია ქუჩაში, მაგრამ მას ძალა აქვს და ღირსება. ის დგას იქ და მას უყურებს. შეხედეთ მის თვალებს. მას თვალებში უყურებს. მან კამერა მოამზადა და პირდაპირ მას შეხედა. კაცმა კი ვივიანს. და მან გადაიღო სურათი. ქუჩის ფოტოგრაფები სოციალურები უნდა იყვნენ. ისინი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ ქუჩაში ხალხთან ერთად. აურაცხელი შავთეთრი ფოტო ბევრს გვიამბობს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაზე. მათი ავტორის შესახებ კი დოკუმენტური ფაქტები მწირია. თუმცა ვივიან მაიერის აღმოჩენის შემდეგ ინტერნეტში მისი ცხოვრების რომანტიზებული ეპიზოდები თუ ბიოგრაფიის 1000 გვარი საავტორო ინტერპრეტაცია მალევე გაჩნდა. ნამდვილი ამბავი კი ყველანაირი შემამაზების გარეშეც იდუმალია.
ვივიანის სიცოცხლეში მისი არც ერთი ნამუშევარი არ გამოქვეყნებულა. უცნობი ფოტოგრაფი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს. ფოტოსურათებს არავის ანახებდა. ნაცნობების წრეში არ იცოდნენ ფოტოგრაფიისადმი მისი სიყვარულის შესახებ. წელიწადში 200 ფირს იღებდა, მათ საკუთარ ოთახში ამჟღავნებდა, რომელიც ფოტოლაბორატორიის ფუნქციასაც ითავსებდა. ჯონ მალოფმა აღმოჩენილი ფოტოები ინტერნეტში პირად ბლოგზე განათავსა. მეორე დღესვე მუზეუმებისა და საგამოფენო დარბაზებისგან 200-ზე მეტი შეთავაზება მიიღო. გადაეღოთ ფილმი ან მოეწყოთ გამოფენა ვივიან მაიერის შესახებ. ფოტოგრაფის ნამუშევრების პირველი გამოფენა 2010 წელს ნორვეგიაში გაიმართა, მეორე ჩიკაგოში. ახლა მისი სურათები ნიუ-იორკის მუზეუმებშია. მათი ნახვა ლოს-ანჯელესშიც არის შესაძლებელი. სურათში, რომელიც მე ვიყიდე, ის მომწონს, რომ ჩანს სიღარიბე, მაგრამ არის ბედნიერებაც ყველაფრის მიუხედავად. მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოშია, ლონდონში, გერმანიაში, დანიაში. ისინი იღებენ მათ და ისინი იღებენ ვივიან მაიერს. ჯონ მალოფის მოულოდნელმა აღმოჩენამ მე-20 საუკუნის ფოტოგრაფიის ისტორია შეცვალა. ვივიან მაიერი მსოფლიო სენსაციად იქცა. History of street photography is being rewritten. Vivian Maier. Vivian Maier. Vivian Maier? ვივიანი 1926 წლის 1 თებერვალს ნიუ-იორკში ავსტრიელი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში დაიბადა და ბავშვობის უმეტესი ნაწილი საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოგზაურობაში გაატარა. 1956 წელს ჩიკაგოში დასახლდა, სადაც მომდევნო 40 წელიწადს მდიდარ ოჯახებში გუვერნანტად მუშაობდა. წლების შემდეგ ერთ-ერთმა აღსაზრდელმა ექსცენტრული თავგადასავლების მაძიებელი ვივიანი ნამდვილ ცოცხალ მერი პოპინს შეადარა. მას უხეში მამაკაცური ფეხსაცმელი და შარვალი ეცვა. თავზე შლაპა ეხურა. მახსოვს, როგორ უღებდა სურათებს შიშველ მანეკენებს. ზოგი მათგანი თავის გარეშე იყო, ზოგი ნაწილ-ნაწილიდო. სურათები ალბათ ძალიან კარგები გამოდიოდა, მაგრამ როგორც ბავშვს მაწუხებდა. დგომა ქუჩაში და ცდა, თუ როდის გადაიღებდა ეს ქალი შიშველ მანეკენების სურათს. ოფილი აღსაზრდელები ასე ახასიათებენ. ვივიანი იყო სოციალისტი, ფემინისტი, კინოკრიტიკოსი, ბუნებით თამამი ქალი. არ ერიდებოდა სიმართლის პირში მიხლას. რაც უნდა წარე ყოფილიყო ის. გადმოცემით, ვივიანს რთული ხასიათი ჰქონდა, თუმცა გაგიჟებით უყვარდა ბავშვები. ვიცნობდი ვივიან მაიერს, რადგან ის ჩემი ძიძა იყო. 4 წლამდე დაახლოებით. ის ჩვენი დამლაგებელი და ძიძა იყო. ვივიანი ჩემი ძიძა იყო. ვივიანი მაშინ მოვიდა ჩვენთან, როცა დედაჩემს მომვლელი დასჭირდა. სამსახურისგან თავისუფალ დროს ვივიანი ქალაქის ქუჩებში კამერით დაეხედებოდა და შავ-თეთრ ფოტოებს იღებდა. ეს ფოტოები არ გავდა არაფერს აქამდე გადაღებულს. ასე ხედიალისას აღბეჭდა ვივიანმა იმდროინდელი ჩიკაგოს, ნიუ-იორკისა და ამერიკის სხვა დიდი ქალაქების ქუჩების მთელი პოეზია. ადამიანების სიხარული და დანაღლიანებული ყოფა, მათი პორტრეტები. ხაზგასმით ინდივიდუალური ნამუშევრები ცხადყოფდა ვივიანის ცნობის მოყვარეობას, ინტერესს დეტალებისადმი, განსხვავებულ ხედვას, სპონტანურობასა და უდიდეს ნიჭს ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივად, ფეხის ყოველ ნაბიჯზე აღმოიჩინა რაღაც ზედმიწევნით უჩვეულო. მის ინტერესს ხშირად იმსახურებენ ქალები, ბავშვები, მოხუცები, აფრიკელი, ამერიკელი ღარიბები, უსახლკაროები, შეყვარებულები, რომლებიც თავს დამტყდარივნებითა და სინაზით მოცულები განიარაღებულებს გვანან ვივიანის ობიექტივში.
ვივიანი აღბეჭდავს ადამიანებს სანაპიროზე, იღებს მათ ჩაძინებულებს, იღებს დოკუმენტურ მოვლენებს, უბედურ შემთხვევებს, სტიქიის მძვინვარებას, შენობების მკრევას. მის ფოტოებში მაგიური ექსპრესიაა, თავად ავტორი კი უხილავია. მის მიერ აღბეჭდილ კადრში არ იკითხება ვივიანის აზრი ან პოზიცია. ის უბრალოდ აკვირდება მოვლენებს და ადამიანებს. აკვირდება ცხოვრებას და ერთდროულად ქმნის მისგან რეპორტაჟსაც და საავტორო პორტრეტსაც. ვივიანის აღმოჩენასთან ერთად ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, რატომ აირჩია მან იდუმალება და რატომ არის სურვა დღის სინათლეზე გამოეტანა საკუთარი ხელოვნება. მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ 50-იანი წლების ამერიკის სტერეოტიპულ საზოგადოებაზე, რომელიც ქუჩის ფოტოგრაფ ქალს მომხიბვლელ მიზანსცენებთან ერთად კლიშეებსაც უხვად სთავაზობდა. 1950-60-იანი წლების ამერიკულ სახელოვნებო სივრცეში, როგორც მთლიანად ამერიკულ საზოგადოებაში, ხელოვან ქალებს მუდმივი ბრძოლა უხდებოდათ ადგილის დასამკვიდრებლად. წერენ იმასაც, რომ ვივიანს არ ჰქონდა საკმარისი ამბიცია და ცოდნა საიმისოდ, რომ საზოგადოებისათვის წარედგინა საკუთარი ნამუშევრები, რადგან ის არ იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი. თუმცა მისი მემკვიდრეობა ამ შეფასებას უსუსურს ხდის. ფოტოსურათები, გაზეთებიდან ამონარიდები, ჩანაწერები ნათელსფენს ვივიანის ინდივიდუალურ ხედვას, მის ინტერესს მიმდინარე მოვლენების, საზოგადოების, მისი სოციალური მოწყობისა და ქალის როლის მიმართ ამ სოციუმში. დღეს დაბეჭდებით ვერავინ იტყვის, თუ რატომ აირჩია ვივიანმა ყოფილიყო უცნობი ფოტოგრაფი. იმდროინდელი სოციალური და გენდერული მოწყობის პირობებში დაბრკოლებები შეეშინდა, თუ აბსოლუტური ანონიმურობა უბრალოდ მისი არჩევანი იყო, პირადი სასწავლების, თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის დასაცავად. წელს ჯონ მალოფმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო სახელწოდებით ვივიან მაიერის აღმოჩენა. ნამუშევარი ოსკარზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმების სექციაში წარადგინეს. რეჟისორი გვიჩვენებს გზას, რომელიც ვივიანის ნამუშევრებმა ნეგატივებიდან მსოფლიოს ცნობილ საგამოფენო სივრცეებამდე განვლო. მას მოსწონდა მამაგას ორი ზედების ჩაცმა. ხო, კაცი ზედები ეცვა. ხო, კაბები იშვიათად ეცვა. მას ჰქონდა ასეთი მოკლე ვარცხნილობა. მისი თმები სულ ზევით ადიოდა. თუ უკან დავბრუნდები, ვიტყვი, რომ იცვამდა როგორც ქარხანაში მომუშავე 50-იან წლებში. აი ასე დადიოდა. ხელებს იქნებდა ასე. აი ნაცისტური მარშის დროს რომ აკეთებენ ხოლმე. გადმოცემით, ვივიანს რთული ხასიათი ჰქონდა, თუმცა გაგიჟებით უყვარდა ბავშვები. ისინი საპასუხო სიყვარულს უბრუნებდნენ. ხანდაზმულ ასაკში, როდესაც მისმა აღსაზრდელებმა, ძმებმა გენსბურგებმა ვივიანის სიღარიბის შესახებ შეიტყვეს, ბინა მოუძებნეს მას და სრულნელობას არ აკლებდნენ. 1 წლის შემდეგ, 2009 წლის 21 აპრილს, ის მოხუცდა თავშესაფარში გარდაიცვალა.